გამარჯობათ, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ნევილის ასტროლოგიურ გვერდზე. დღეს გვექნება საჯარო გაშლა სახელწოდებით, რამდენად სწორად არის ჩემი ფინანსური ენერგია გადანაწილებული. ან ზოგადად რამდენად მაქვს ზომიერების მდგომარეობა ფინანსურ ენერგიაში. ანუ არის თუ არა რაიმე სახის დისბალანსი, რის საფუძველზეც პრობლემა შეიძლება ქონდეს მატერიალური კუთხით. ასევე შეგახსენებთ, რომ მათ ვისაც გინდათ პირადი კონსულტაციები, შეგიძლიათ მომართოთ Facebook-ს ან Instagram-ის გვერდზე პირადი კონსულტაციისთვის და ასევე მაქვს Telegram-ის დახურული ჯგუფი, სადაც იდება საინტერესო ინფორმაციები ყოველდღიურად. ეს არის ფასიანი ჯგუფი, დეტალური ინფორმაციისთვის მომწერეთ პირადში. მათ შესაძლოა პირველი ვარიანტის წარმომადგენლები, მეორე ვარიანტი, მესამე ვარიანტი. შეხედეთ კარტებს, აირჩიეთ სასურველი ვარიანტი და გავიგოთ, გაქვთ თუ არა ფინანსურ ენერგიაში რაიმე სახის პრობლემა და დისბალანსის მდგომარეობა. დავიწყებ პირველი ვარიანტით. პირველი ვარიანტის შემთხვევაში პირდაპირ მიჩვენებს, რომ დროა უკვე რომ მიდგომების შეცვალა, ტრანსფორმაცია განახორციელოთ. ის მიდგომები, რაც მატერიალურ საკითხს ეხება და დამოკიდებულება, რომელიც ფინანსების მიმართ გაგაჩნიათ, საკმაოდ მოძველებული არის, საკმაოდ შესაცვლელი არის, ესე ვიტყოდი, ხოლმე მეტად ჩარჩოებშიც კი არის ჩასმული ეს სიტუაციები. სრული სიტყვის მნიშვნელობით გჭირდება ტრანსფორმაციები, უფრო მეტი დაფასება შენი საკუთარი შრომისა, ფინანსური რესურსისა, ზოგადად კომუნიკაცია ფინანსებთან მიმართებაში სრულიად სხვანაირი კუთხით. ეხლა როგორც იქცევი და როგორი დამოკიდებულებაც გააქვს, ნამდვილად არასწორი არის. აქ სიკვდილის არკანის მდგომარეობით პირდაპირ მიანიშნებს, რომ ტრანსფორმაცია განახორციელე, შეცვალე დამოკიდებულება, მატერიალურ სფეროში მეტად დააფარე საკუთარი შრომა, საკუთარი რესურსები და იცოდე ვისთან როგორ გადაანაწილო. ეხლა ხარ დისბალანსის მდგომარეობაში. შემდეგი ვარიანტი. აქ რასაც მიჩვენებს, ვიტყოდი ესეთ რაღაცას, რომ მეტნაკლებად ვიტყოდი, რომ უკვე ისწავლეთ გარკვეული კუთხით ამისი მართვა, ისწავლეთ ვის უნდა უთხრათ არა, ვის არ უნდა უთხრათ, ვის უნდა უთხრათ კი და ვის არა. მაგრამ აქ თლიანობაში რასაც მიჩვენებს, ბოლომდე მომენტებში გააზრება არ არის ხოლმე, ან ხათრის მომენტი გადაძალავს ხოლმე სიტუაციურ მდგომარეობას და მაინც შეცდომების მდგომარეობას უშვებთ. აქედან გამომდინარე, უკეთესობა გაქვთ, გააზრების მდგომარეობა არის, უკეთესი დამოკიდებულება არის. მეტნაკლებად შეიძლება ითქვას ბალანსირებულ თემაში ხართ ფინანსური ენერგიების კუთხით, მაგრამ უფრო მეტი მონდომება გჭირდებათ, უფრო მეტი კონკრეტიკა და მიმართულება. აი ეს ესე მინდა, ეს ესე არ მინდა. ზედმეტად ნუ ხართ ხათრიანი. და მესამე ვარიანტის წარმომადგენლებისთვის, მესამე ვარიანტი ძალიან ახალ ჩაციკლული ფინანსურ თემებზე. ძალიან დიდი სურვილი არის მინდა-მინდას პოზიცია, ხო? სურვილები შესაბამისად, რაც უფრო მეტად გაქვთ სურვილი რაღაცას მიაღწიოთ, რაღაცა გინდოდეთ მატერიალური კუთხით, შესაბამისად უფრო მეტად ვერ ახერხებთ რეალიზებას მატერიალურ ფინანსურ და მატერიალურ საკითხებში, ხო? აქედან გამომდინარე მესამე ვარიანტი, ნუ ხართ ცდუნების პოზიციაში, ნუ ხართ ფლანგველის პოზიციაში, ნუ ხართ ორიენტირებული ზედმეტად მატერიალურ საკითხებზე და მატერიალური მოთხოვნები, ეს მინდა, ასეთი კუთხით. კარგია, რომ ძალიან დამოკიდებულება გაქვს რაღაცა გარკვეული სახის საკითხების მიმართ, სურვილების მიმართ, მაგრამ შენ უკვე აკვიატებაში გექცა ეს ყველაფერი. სულ გინდა რაღაცა კონკრეტული, ხო? ასე რომ ზედმეტად მატერიალურ თემებში ხარ გადაშვებული. აი აქაც გჭირდება ზომიერების გამოვლინება, რომ ზედმეტად ფსკერზე არ დაეშვა. ასეთი იყო სამი ვარიანტის არსებული სიტუაცია, დამიწერეთ რამდენად რეზონირდა, რამდენად ახლოს იყო. პირადი კონსულტაციებისთვის მომართეთ პირადში.